ადამიანი მოხდოდეს დიდი სიხარული და ვეგები წირო აიგრძალება და წირო აღარ იქნება სამყარო აღარ არსებობს ერთი კვირა რომ არ ჩატარდა ეს წიროა და ამიტომ დაიქრა ერთი კვირა კი არა ერთი დღე რომ გაჩერდეს ქრისტიანთა როცა ერთი დღე რომ გაჩერდეს ეს დიდი სასაული ასე წირო ქვია და ამიტომ დაიშლება ჩობის შავმიანი ენერგია დაშლის ევროპელებს ამიტომ ძალიან დიდი შრომა არის ეს და დიდი შრომას ეწევა დედამიწის ეკლესია და მას და აზრობა და სიკეთე განება ჩვენი სიკეთე რომ ძალიან მოგცეთ ბოლოჟანია და ბოლოჟანს ჩვენი და ევროპა ისე და წმენა მერჩი და პირველი არის სიყვარული დიდი გაბრიელი ამბობდა შეიძლება დავდაბლობ წუთი დავდაბლობა სიყვარული და სიყვარული არის სიმდაბლე სიყვარული რა არის რომ როცა ეს გაიგli მოგას წავალიმდო შენ მაინც წახვალი მკეში შეიძლება გაება შეჭამა და გაიარო წახვი და მაინც წახვა შეიძლება შეჭამა მაგრამ სასწაულო შემიხვალა შეიძლება არ შეჭამა სიყვარული არის თავდადება ჩვენ კიდე ძალიან ხშირად დროგვენანება ერთმანეთისთვის დროსაც კი ვერ გამოვყოთ ერთმანეთის სანახავად ერთმანეთის შესაძლებლად ყოველთვის ვართ დაკავებული ეს ძირითადი შნეულება ეს არის ადამიანები არიან მუდმივად დაკავებული მუდმივად ასწავლეთ ერთმანეთისთვის რომ სამაგიეროც სცალეთ კონფლიქტისთვის სამაგიეროც სცალეთ დარევიზიისთვის ერთმანეთისთვის ჩვენ აღარ ვცადეთ ეს არის საშინელი უბედურება როცა შეიქმნა დროის დეფიციტი ეს ნიშნავს რომ ადამიანებში გამქარდა სიყვარული იმიტომ რომ ყოველთვის მე ეს უნდა დავიხსოვოთ მე არასოდეს არ მაქვს დრო მაგრამ ყოველთვის მაქვს დრო ეს არის სიყვარული რომ შენ ყოველთვის არასდროს არ აქვს დრო ანუ ყოველთვის გაქვს საქმე მაგრამ ყოველთვის გაქვს დრო ანუ ყოველთვის გიყვარს მოყვასი და მოყვასისათვის ისიც სიძულწეა როცა ადამიანისთვის დრო არ გემეტება არა მარტო ის არის სიძულწე საჭმელი რომ არ გაიმეტა და ფული რომ არ გაიმეტა ადამიანისთვის დროს რომ არ გაიმეტება ეს სიძულწეა და სიძულწე საშინელია მეტარკვლენ მოწყალენ რამეთვიგები შეიცვალენ მოწყალება მარტო ის კი არა რომ საჭმელი მიერ თავის თუ გაქონდა ვიცი თუ ფული გაქვს ის ჩვენ ვიცი ვინც ფული დააგროვა ის წარწყამდა რატო იმიტომ რომ სადაც არის შენი საუნჯე იქ არის შენი გული შენ თუ აგროვებ ესე იგი ვერ გასცემ და თუ გასცემ ვერ დააგროვებ აგერ შესაძლოა ამით შენ დააგროვებ ზეცაში საუნჯეს ხო საქმე მაგაზია იქ რომ წერია რომ დიდარი სასწაულში ვერ შევა ის იმას კი არ ნიშნავს რომ ქონება არ უნდა გქონდეს უნდა გქონდეს მაგრამ ის ქონება მოყასთან მარტო შენი არ არის გლახაკი მადლიერებით ცხონდება დიდარი მოწყალებით იმიტომ რომ დიდარ სუფალი ეტყვის მე ამ გლახაკების ქონება შენთან შევინახე და შენ რატომ მიივთვისე ჩემო კეთილო თუ ბოროტო მონა და გლახაკს ეტყვის როცა შენ მოწყალებას გაძლევდნენ რატომ მადლიერი არ ყავი და რატომ ვალდებულიო ეს მითხრა ხდება ანუ ყველაფერი ერთმანეთზე აკიძული ღატაკი იმიტომ არის რომ დიდარი ცხონდეს და დიდარი იმიტომ არის რომ მოწყალები ცხონდეს და ღატაკი შეიწევს თორე ღმერთ შეუძლია თანაბრად განაწილოს ასევე დრო ძალიან ბევრი ჩვენ რაც გვაქვს ყველაზე მეტად გასაცემი ეს არის დრო რომელიც არ გვაქვს და დრო რომელიც გვაქვს ერთმანეთისთვის გაიმეტეთ დრო და ურთიერთეთ ერთმანეთთან თავარი არის ეს სიყვარული არის დროში გამოვლინება ადამიანის ურთიერთობისა როცა ადამიანები აღარ ურთიერთობენ ადამიანები საკუთარ თავში ჩაიკეტებიან ასეთი გამოთქმა იყო საკუთარ ჯამში ურებაო ახსოვთ ალბათ ძველად და ახლაც ალბათ არის ეს გამოთქმა ეს არის საშიში ამან დააქცია ჩვენი ქვეყანა და ამან დაგვაქცია ჩვენ ყველა საზოგადოებაც ხალხი წერის საზოგადოება მოიხსენებათ სხვადასხვა ცნება ეს არის საშინელი ცნაურება დროის დეფიციტი დღეს არის ყველაზე ძლიერი ამიტომ ერთმანეთისთვის გამიმეტოთ დრო ერთმანეთთან ვიყოთ ხშირად ერთმანეთი მოვიკითხოთ ერთმანეთს მივეხმაროთ ვინმეს უჭის როგორც შეგვიძლია მთავარი არის რომ როგორ წარმოვიდგინეთ ახლა უფალი მობრძანდა ქვეყანაზე და ჯვარს შეცვალა და ჯვარცმა უძღურებით კი არ მოხდა
ღმერთს შეძლოს ღმერთს რომ ერთი გაეფიქრებინა დაინგროვდა მთელი სამყარო, მაგრამ აქ სრულდა ნება მამამ შესწირა ძე და განაცხადა სულიწმინდა მამა ღმერთი ძე ღმერთი და სულიწმინდა ხომ სამი პიროვნება და ერთი არსება ღმერთია. ეს იყო განგება ყოვლადწმინდა სამობისა. მამისაგან შეწირული ძე მამა ღმერთისაგან ძე ღმერთი და სულიწმინდით განცხადებული ყველაფერი. მაგრამ შეეძლო ღმერთსაც არ გაიკეთებინა. დაახეთ თავდადება როგორია ყველაზე ძლევამოსილი გავიდა ჯვარზე ადამიანებმა დაიჭირეს შეიპყრეს და უძლურება გამოავლინა თითქოს უძლურება, მაგრამ მას შეეძლო რომ გამოიგდეს. ერთს გაიფიქრებდა და დაიკრეოდა ერთგული ყველაფერი. მაგრამ ადამიანთა ცხონებისა და ხსნისათვის თავისთვის მისცა საცხონებელად ჩვენდა და ჯვარზე დაიკლა. ეხლა ნახეთ რა ხდება. როცა უფალმა ეს გააკეთა, დრო ვერ მიეცი ადამიანს. ჰოი ადამიანს მე შეთვის დავიკარი. ნებები გადავიტანე, ვიტანჯე, ვიგემე. და დრო არ გემეტება ადამიანისთვის. დღევანდელი შენი, ძალადაც გითხარით, არის დროის მქონლობა. არადა დრო საკმარისად გვაქვს. კიდევ მეორე მე არა მაქვს არასდროს დრო, მაგრამ ყოველთვის მაქვს დრო. აი ეს არის ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს. ყველაზე დიდი სიბრძნე არის რომ იცოდეს ადამიანმა რა დროს რა უნდა გააკეთოს. დროის განსაზღვრა, დროის გადანაწილება. აი ამ ჩვენ გვაქვს გადაუნაწილებელი დრო. ჩვენ გვაქვს ქაოსური დრო. არადა დრო არის ძალიან საინტერესო მოვლენა. ამ ქვეყნიური მოვლენაა ღმერთში დრო არ არსებობს. ეს დრო სამყაროს ამ ქვეყნიურ სამყაროს დინარებასთან ერთად მიდის. შენს ხელშია. შენს ხელში იმდანად რამდენადაც შენ შეგიძლია განკარგო ის. მოდი განკარგე და გარკვეული ხანი ადამიანს დაუთმე. შენს მოყავს დაუთმე. მარტო საკუთარ თავს თუ დაუთმობ და კომპიუტერს და ტელევიზორს თუ დაუთმობ. აი ეს დანიშნულება აქვს ელექტრონულ საშუალებებს, რომ ადამიანები ერთმანეთს დააშორონ და ბოლოს ვირტუალურ სამყაროში ყოფი ადამიანი ჩავარდება საშინელ დეპრესიაში და გახსოვთ ალბათ ფილმი იყო შეშლილი. ერთმა დაიფაროს ეს, ჩვენ უნდა გადავრჩეთ და ჩვენ უნდა ერთმანეთისთვის გავიმეტოთ. დროიდან დავიწყოთ. მერე უკვე შევძლებთ, რომ სხვა რამეც გავიმეტოთ მოყასისათვის. მაგრამ როცა ვიტყვით, რომ ეხლა დრო არა მაქვს, არა მცალია. დასკვნა რა მცალია, ადრეც გითხარით, მოყას თუ ჭირს არ მოვლა, ეხლა რომ გადმოგდიოდეს და ჩააქრო და წახვიდე ადამიანთან. ეს არის სიყვარული. ანარჩენი ეხლა სხვა რა. ოთარად ვიქნები ხო ამბობს, რკინი ქალამებს ჩავიცვლო და ხელმწიფემ დიდი ვიბლიო სამართალის საშუალებათო. აი ადამიანი უნდა იყოს ასე, ჩვენ უნდა შევძლოთ რკინის ქალამებს ჩავიცვლოთ და ვიაროთ მოყასის საშუალად. მაშინ გვაცხონებს ღმერთი, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ერთადერთი ადამიანის ცხონდება მოწყალებით და ადამიანის სიყვარული და დროის გაღება ეს არის მოწყალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორმა. თუ შენ დრო ვერ გაიმეტი ადამიანისთვის, რომელსაც ვერც გრძნობ, საჭმელს და ხუთს გაიმეტებ, ეს მითხრა ხდება. ეს აღმოაჩინეთ ჩვენს თავში, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის დრო აღარ გვაქვს. ანუ სიყვარული განკარგდა, ანუ აღარ გვიყვარს ერთმანეთი, აღარ გვცალი ერთმანეთისთვის და აი ასეთ უსიყვარულო, ნელ-ნელა უსიყვარულო უსიყვარულობით დასნეულებულ საზოგადოებაში მოდის ანტიქრისტე. თორე სადაც სიყვარულია, იქ ანტიქრისტეს რომ და იქ ბოროტებას რომ. სიყვარული ავიწყებს ხოლმე ბოროტებას და სიკეთეს ფენს და თუ სიყვარული არ არის, მაშინ ვერ დავყარდა. სიყვარული იწყება დროის გამეტებით მოყასისადმი, მოყასის თანადგომით. და ეს გულისხმობს ყველაფერს. ღმერთმა მოგცეს დროის შეგრძნების და დროის სწორად გამოყენების შინაარსი. ჩვენ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრები და სამოციქულო ეკლესია არის ცხოვრების ადგილი. და ამ ეკლესიის წევრებს მართებს
უპირველეს ყოვლისა დროის გამეტება მოყვასისათვის, ანუ დროის ჯერად განკარგვა და ამის შემდეგ მოწყალების შესახები. ეს არის ცხოვრების დასაწყისი. დღეს აღარ არის ის ღვაწლი, რომ გამოქვაბულში დაეყუდო და წმინდაში მელივით შესწოს ეს ადამიანმა. დღეს ადამიანს აღარ ძამცეს, იშვიათთა შორის იშვიათი. ასიურად როგორ ცნობდა ადამიანები მოწყალებით, ანუ სიყვარულით. ერთო მოგცეთ ეს ძალა და შეგაძლოთ.